სასურსათო ბაზრებზე კონტროლი გაამკაცრდა, ინსპექტირება გააქტიურდა განსაკუთრებულად და ამ მიმართულებით ყურადღება ეთმობა როგორც რეგისტრირებულ, ისე არარეგისტრირებულ ობიექტებს. სასურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებს ინფორმაციას როგორც კრიტიკულ შეუსაბამობებზე, ისე ობიექტების დაჯარიმებისა და საქმიანობის შეჩერების შემთხვევებზე. რა მიმართულებებია დღეს პრიორიტეტული და რა შედეგი მოაქვს გაძლიერებულ ზედამხედველობას სტუმართან სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსთან ალექსანდრე ზურაბიშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემის სტუმრობისთვის. თავდაპირველად რა ტიპის კონტროლზეა საუბარი, ეს ინფორმაცია რომ მივაწოდოთ მაყურებელს და მე აუცილებლად მინდა ვისაუბროთ რა პრიორიტეტებია, ანუ რომელი მიმართულებებია, რომელიც განსაკუთრებულად ექცევა თქვენ მონიტორინგის ქვეშ. მოგესალმებით. სურსათის ეროვნული სააგენტო მოგიხსენებათ რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს 2026 წელს უკვე 2 თვის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ 5000-მდე სახელმწიფო კონტროლი, რა დროსაც სამწუხაროდ დარღვევები მრავლად გვაქვს უკვე გამოყენებული არის 1200-ზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა აქტი. სახელმწიფო კონტროლი მიმდინარეობს როგორც გეგმურად წლიური პროგრამის ფარგლებში, ასევე არაგეგმურად და სააგენტო ყველაფერს აკეთებს, რათა მომხმარებლის უსაფრთხოების და უნებლობის ნორმები იყოს. რა სახის დარღვევები აღინიშნება ძირითადად აი 1200-ს შემოწმებული დავუშვათ პროდუქტის შემთხვევაში თუ ობიექტის შემთხვევაში როგორი სურათი მივიღეთ? ძირითადი დარღვევები არის და გამოკვეთილია უმრავლეს შემთხვევაში ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი, ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევა, იგივე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, რასაც არეგულირებს ამას მეერთე ადგენილება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეტიკეტზე ინფორმაცია იყოს სრულყოფილად განთავსებული, რათა მომხმარებელმა სურსათის შესახებ მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია. ასევე ვაწყდებით ხშირ შემთხვევაში რეგისტრაციის არქონას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რაც სავალდებულოა და აუცილებლად ბიზნეს ოპერატორმა წელიწადში ერთხელ უნდა მიმართოს საჯარო რეესტრს და დაარეგისტრიროს თავის ბიზნესი. აღნიშნული საქმიანობის ხანგრძლივობა არის 1 წლიანი და ყოველ 1 წელიწადში უნდა განაახლოს საქმიანობა. ასევე ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გვაქვს კიდევ შემთხვევები, როდესაც ვაწყდებით ჩვენ კრიტიკულ შეუსაბამობებს, როდესაც სააგენტო იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას და აუცილებელია ამ დროს საწარმოო პროცესის შეჩერება. ასეთი უკვე 200-ზე მეტი ფაქტია დღეს მდგომარეობით გამოვლენილი. რა დროსაც ბიზნეს ოპერატორებმა უკვე მომართეს სააგენტოს და 100-ზე მეტ ბიზნეს ოპერატორს უნდა უკვე აღუდგა საწარმოო პროცესი. მინდა განმარტო თვითონ კრიტიკული შეუსაბამობის არსი. კრიტიკული შეუსაბამობა ეს არის შეუსაბამობა, როდესაც პირდაპირ რისკი ექმნება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ამ დროს აუცილებლად სააგენტო ბიზნეს ოპერატორს უჩერებს საწარმოო პროცესს და შესაბამისად ეკისრება ფულადი სანქცია. საწარმოო პროცესი ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიზნეს ობიექტს სამუდამოდ უჩერდება საწარმოო პროცესი, რა თქმა უნდა, ბიზნეს ოპერატორს ეძლევა იმის შანსი, რომ გამოასწოროს ეს კრიტიკული შეუსაბამობა, განცხადებით მიმართოს სააგენტოს და რა ხდება ამის გამოსწორება და თვითონ ბიზნესი რამდენად აქტიურია, რომ დავუშვათ ამ ტიპის პრობლემების წინაშე არ იყვნენ? ბიზნესი სხვათა შორის ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოს და კრიტიკული შეუსაბამობის დროს ჩვენ არ გვაქვს ვადა განსაზღვრული, ეს თვითონ ამოკიდებული არის ბიზნეს სექტორზე, რამდენად მოკლე ვადაში აღმოფხვის ამ პრობლემას და სააგენტოს განცხადებით მიმართავს და შემდეგ განმეორების სახელმწიფო კონტროლის დროს გადამოწდება, რამდენად სათანადოდ იქნა ეს პრობლემები აღმოფხული და გადაწყვეტილება იქნება მიღებული შესაბამისად გაუგრძელდეს თუ არა საწარმოო პროცესი. ასევე ჩვენ გვაქვს, როდესაც ნაკლები რისკია ადამიანის სიცოცხლის ჯანმრთელობის, ჩვენ ვაძლევთ არაკრიტიკულ მითითებებს, რომელსაც გონივრული ვადა აქვს და ამ გონივრულ ვადასაც, რა თქმა უნდა, ბიზნეს ოპერატორთან შეთანხმებით დგინდება. ეს შეიძლება იყოს 2 კვირა, 1 თვე, 2 თვე და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეს თვითონ მომხმარებლის აქტიურობა რამდენად მომხმარებელი ჩართული და თავშეთ რამდენად ხშირია, როდესაც გაწვდით ინფორმაციას ამა თუ იმ შეუსაბამობასთან დაკავშირებით, ან როგორ ხდება მთლიანობაში კომუნიკაცია დავუშვათ მოქალაქეებთან და რამდენად ვერთვებით ჩვენ მოქალაქეები საკუთარივე ჯანმრთელობისა და სურსათის უნებლობის კუთხით პროცესში? მოგიხსენებათ, სამინისტროში არსებობს ცხელი ხაზი, რომელიც ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მრავლად არის ასეთი შეტყობინებები,
სურსათის სხვადასხვა დარღვევების შესახებ და როგორც ხელი ხაზის მეშვეობით, ასევე წერილობით ინფორმაცია ძალიან მრავლად შემოდის სააგენტოში და საზოგადოება თანამშრომლობს, ასე ვთქვათ, და ჩვენი მხრიდან არც ერთი შეტყობინება თუ მსგავსი ტიპის წერილი არ რჩება რეაგირების გარეშე. თავარი რჩევა, რასაც მისცემთ მომხმარებელს აი ასეთ პერიოდში, რას უნდა უფრთხილდეს, რა მიმართულებით არის რეალურად უფრო მეტი პრობლემა, რომელსაც ამ სტატისტიკურად ხედავთ, სადაც უფრო მეტი ყურადღება გვჭირდება, რომ გამოვიჩინოთ. მოუწოდებდი ვისარგებლებს ეთერით, რა თქმა უნდა, და მოუწოდებ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში თავი შეიკავონ არა ლეგალური და დაურეგისტრირებელი, ასე ვთქვათ, მოუწესრიგებელი ვაჭრობის პუნქტებში სურსათის შეძენისგან და რა თქმა უნდა მიაქციონ ყურადღება სურსათის შენახვის პირობებს, რამდენად სათანადო პირობებში ინახება სურსათი. ანუ გარე ვაჭრობის პირობებში ეს სურსათი უსაფრთხო არ არის, ამის თქმა გვინდა? გააჩნია, რა თქმა უნდა, მე ეხა ტემპერატურის მატებასთან ერთად მოგიხსენებათ გარე პირობებში სურსათის რეალიზაციის პირობებში, როდესაც მაღალია ტემპერატურის შენახვის პირობების კონტროლი ძალიან ასე ვთქვათ, გაუჭირდება რეალიზატორს და შესაბამისად სურსათსაც საფრთხე ექმნება მის შენახვის პირობებს და ასეთ პირობებში შეძენილი სურსათი, რა თქმა უნდა, მაღალი რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. შეიძლება არ იყოს ქუჩაში პირობითად, მაგრამ იყოს ისეთ მაღაზიაში, ისეთ ფარჩი, სადაც არ იყოს დაუშვათ ეს პროცესები დაცული. როგორ ხდება აი ამის კონტროლს, როგორ ახორციელებს? მაგალითად, რაიმე განსაზღვრული რამდენი ობიექტი შეიძლება პირობითად თუნდაც 2026 წელს ასეთი სასურსათო დაწესებულება შემოწმდეს, იმიტომ რომ სხვილ მარკეტებსა თუ სუპერმარკეტებში ასეთი შემოწმებები გასაგებია, იქ ხა ბევრად სხვა მოცემულობა გვაქვს, გასაგებია რომ შეიძლება იქაც იყოს დარღვევები, მაგრამ ეს ძალიან თვალშისაცემია ჩვეულებრივი ტიპის არა დაუშვათ ასე გამართულად, შეიძლება მაცივარიც კი არ იყოს ელემენტარულად. რა თქმა უნდა, ჩვენ წლის განმავლობაში, წლის დასაწყისში მინისტრის ბრძანებით მტკიცდება წლიური პროგრამა, რომელშიც ასახულია ყველა ის ობიექტი, რომელიც უნდა შეამოწმოს სურსათისმცემელ ეროვნულმა სააგენტომ წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა, მივყვებით ჩვენ წლიურ გეგმას, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, სააგენტოს პრიორიტეტს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, არალეგალური საწარმოების აღმოჩენა და მათთან ბრძოლა და ასეთი ჩვენ უკვე 80 ფაქტი გვაქვს წელს გამოვლენილი ამ 2 თვის განმავლობაში და რა თქმა უნდა, ეს ბიზნეს სექტორი ეწევიან უკანონო საქმიანობას და კანონის გვერდისავლით ახდენენ სურსათის რეალიზაციას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა ობიექტი არიან მაღალი რისკის სურსათის მწარმოებლები და ექვემდებარებიან სააგენტოს მხრიდან სავალდებულო აღიარებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ობიექტები, ამ ობიექტებმაც დაუყოვნებლივ თუ კი არსებობს დღეს კიდევ მსგავსი ტიპის ობიექტები, მომართონ დროულად სააგენტოს და დაარეგისტრირონ თავის წარმოება და მოაქციონ კანონის ჩარჩოებში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ნახოთ როგორი იქნება სტატისტიკურად. იმედი ვიქონიათ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დარღვევა იქნება. ალექსანდრე ზურაბიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა.